დარჩება თუ გამოვა რა გადაწყვეტილებამდე მივიდა სალომე ზურაბიშვილი ეს ცოტა ხანში გაირკვევა. ორბელიანების სასახლიდან საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას ველოდებით. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. თქვა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა და მოქალაქეების დილის 10 საათიდან შეკრებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, სწორედ ორბელიანების სასახლიდან გაიგებს საზოგადოება, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები. სანამ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოვა, გავიგოთ რა ხდება პრეზიდენტის სასახლესთან. უცა ბახუტაშვილი მუშაობს ათონელის რეზიდენციასთან. უცა ეთერში ხარ. დიახ, გიორგი, ჩვენ ვიმყოფებით ათონელის რეზიდენციასთან, სადაც დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ისინი მოვიდნენ აქ იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადონ, მანამ სანამ პირადად სალომე ზურაბიშვილისგან სპეციალური ბრიფინგით გავიგებთ, რა არის მისი გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი გეგმები. ყოველ შემთხვევაში, როგორც გუშინდელ ვიდეო მიმართვაში დაანონსა, ეს იქნება გზა გამარჯვებამდე. მე მინდა კადრში გაჩვენოთ თუ რა ხდება ახლა ორბელიანების მოედანზე. აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი არის შეკრებილი იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს და შეიძლება ითქვას, რომ ათონელის რეზიდენცია დღეს უფრო დიდი ყურადღების ცენტრში არის, ვიდრე ივანიშვილის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესი და ეს ღონისძიება, რომელიც სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს პარლამენტში. მე შევეცდები გავესაუბრო აქ მყოფ მოქალაქეებს, როგორც უკვე გითხარით, შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე პოლიტიკოსები. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სათქმელი აქ ხართ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭიროთ. მან მიმართა მოქალაქეებს, რომ მოსულიყვნენ ორბელიანების სასახლესთან. როგორი იქნება თქვენი პოზიცია? პარალელურად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პროცესიც პარლამენტში. ფაქტი არის, რომ რაც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში, არანაირად არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს და ლეგიტიმურად ჩაითვალოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან არის გასული 26 ოქტომბრიდან დღევანდელი, ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლება და მისი ქმედებები და რაც შეეხება ხალბატონ სალომეს, მსოფლიოს მიერ ის გადასტურებული არის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი პრეზიდენტი და შესაბამისად რაც საქართველოს და მომავალს სჭირდება, იქიდან გამომდინარე რომ დაუბრუნდეთ იმ სივრცეში, რასაც ქვია სამართლებრივი სივრცე და ჩვენი გზა ევროინტეგრაციის არ იყოს სხვა რელსებზე გადატანილი. ეხლა ეს არის ხალხის ნება და იგივე პოზიცია მაქვს მე და ყველა ნორმალური ადამიანი, რომელსაც თავის სამშობლოს მიმართ აქვს დამოკიდებულება, უნდა იდგეს აი აქ და უნდა ითხოვდეს ახალ არჩევნებს და უნდა ითხოვდეს იმ პატიმრების განთავისუფლებას, რომლებიც აი ესე უკანონოდ არიან დაკავებულები. ამით ვერ დააშინეთ ხალხს. წარმოუდგენელი, აი გუშინდელი მარტო გამოსვლა ადამიანების, ხო, რომელსაც მე სხვადასხვა ტელევიზია, სახელმწიფო ტელევიზია აშუქებდა, როგორც თვითონ ხალხი არ შეეკრება, ხალხი ყოველთვის შეეკრება. ეს არის ისეთი რეაგირება მოსახლეობის, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლა. დიახაც ჩვენ ქალბატონ სალომეს გვერდით უნდა ვიყო და უნდა დავიცვათ ის, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ქვია და არ უნდა ვიყოთ არავის, ესე რომ ვთქვათ, გუბერნია რუსეთის მithumetes. ჯერ არის მხოლოდ დილის 10 საათი და იფხედავთ ძალიან ბევრი ადამიანი არის შეკრებილი. როგორ ფიქრობთ, აი ეს შეკრებაც აჩვენებს და ადასტურებს თუ არა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ხალხის მიერ არჩეული და ხალხის მიერ ძალაუფლება მიცემული? ფაქტია, თქვენ მართალი ბრძანეთ. ფაქტი არის, ზუსტად 10 საათიდან უკვე ამდენი რაოდენობის ხალხი შეიკრება და ეს ხალხი ფორმალურად არ მოდია. ეს არ არის რაღაც გარკვეული პოლიტიკურ პარტიას ეს ჩვენ არ წარმოვადგენ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიახაც რამე საფრთხე თუ ემუქრება კანონიერებას, ყოველთვის მის დაცვას განვახორციელებ და იმიტომ არიან, აი რომ გადახედავს საზოგადოება ყველამ უნდა დაინახოს, რომ ყველა ეგ უნდა ვიდგეთ, სადაც თავისუფლებაა და სადაც უკანონობას შეიძლება გავრცელდეს ყველაზე, ის უნდა დავიცოთ, რომ კანონიერება აღდგეს და ლეგიტიმაცია მიეცეს აბსოლუტურად ყველას. ძალიან დიდი მადლობა. გავესაუბრები კიდევ სხვა მოქალაქეებსაც. ანა ქარქაშაძეს ვხედავ, მოგესალმებით, ქალბატონო ანა, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სათქმელი რა იქნება? აქ შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ სალომე ზურაბიშვილს. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ, როგორი შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილის გეგმები და თქვენ ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება რას აპირებთ?
არ ვიცი სალომე რა სიტყვის ქალბატონი სალომე, თუმცა ჩვენ ვართ ქალბატონ სალომესთან და არ ვართ დაუშვათ პარლამენტთან ახლა, იმიტომ რომ საერთოდ არ აღვიქვამთ ამ ადამიანებს რამეთ, არ ვაღიარებთ და ვდგევართ და ვიდგებით ყოველთვის იქ, სადაც არის ჩვენი ლეგიტიმური პრეზიდენტი, სადაც არის ჩვენი ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს არის ქალბატონი სალომე. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ასეთი არის ვითარება აქ. როგორც უკვე გითხარით, აქ არიან პოლიტიკოსებიც შეკრებილები. ბატონ გიგი წერეთელს ვხედავ, მასაც გავესაუბრები, გავიგებთ უფრო მეცაც მოგესალმებით ბატონო გიგი. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებიც მოქალაქეებთან ერთად გახართ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. გითხარით მეტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობის შესახებ. ჩვენ მთელი ეს პერიოდი გვესმის, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის სალომე ზურაბიშვილი და შეიძლება ითქვას ეს დაადასტურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, როდესაც მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე. როგორ ფასდება ეს მოვლენა და ხალხმა სამოქალაქო საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიცვა? ბატონო, დღეს სწორად შენიშნე დღეს ხა აქ არის ასახვევი ერთიანობის, რაც არის დღეს მთლიანად მე ვფიქრობ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში, იმიტომ რომ აგერ ამდენი ხანია უკვე თვეზე მეტია და თითქმის 2 თვეა საზოგადოება და პოლიტიკოსები არიან ერთად და ჩვენ ვიცით რა არის მთავარი მოთხოვნა, ხო, რომ ეს მართლობის მახინჯი მოდელი, რომელიც დღეს არსებობს, ეს უნდა დასრულდეს და იყოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ ის ადამიანები, ის ახალგაზრდები და სხვები, ვინც პოლიტიკური მოტივებით არიან, განსაკუთრებით ბუნებრივია პროტესტის მონაწილეები და ვნახეთ როგორ მოიქცა და რა განკარგულებები გაიცა ამ პროტესტების დასარბევად. შესაბამისად, დიდი პროტესტია და დიდი სურვილია სწორედ სიახლის და სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ ვხედავთ, რომ თავარი რაც არის მისთვის დღეს, რაც აძლევს მას ლეგიტიმაციასაც, ძალასაც, შემართებასაც და ბუნებრივია იმის გადაწყვეტის, ასე ვთქვათ, საშუალებას, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით რა ხდება გარეთ და ამას ვისმენთ ყოველდღიურად ძალიან მაღალი რანგის ლიდერებისგან, ინსტიტუტებისგან, რომ როდესაც არ არის ქვეყანაში აღიარებული ხელისუფლება, ხო? ნებისმიერი პროცედურა, რაც დღეს ხდება, ამას არ აქვს აღიარება, რასაც ხშირად ვამბობ დღეს ლეგიტიმაცია გახდა ჩვენი ლექსიკონის რაღაც ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი, მას არ აქვს და აქვს დღეს იმ პრეზიდენტს, რომელსაც მინიჭებული აქვს ეს კანონიერი უფლება კონსტიტუციით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის შეძლებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა არის ძალიან კრიტიკული ისტორიული მომენტი და მას მოუწია იყოს წამყვანი, გამწევი აი ამ პროცესის დღეს და რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის, მას აქვს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ის რომ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს, ეს ერთი კომპონენტია, მაგრამ დამიჯერეთ, მერწმუნეთ, ყველაზე დიდი ამბავი არის, როდესაც ჩვენ საზოგადოება და მისი უმეტესი ნაწილი მოყვება, გიყურებს, ძალას გაძლევს და ჯერა რომ შეძლებ ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაშს და საქმის შესრულებას საქართველოს მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა, უსმენდით გიგი წერეთელს. ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ათონელის რეზიდენციასთან, ველოდებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც გუშინ დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს განცხადება მისი სამომავლო გეგმების შესახებ. პარალელურად პარლამენტში უნდა დაიწყოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია. როგორც იცით, მას ლეგიტიმაცია არ აქვს და საზოგადოება მის ქართული ოცნების პრეზიდენტად შეაფასა, ხოლო ვისაც აქვს ლეგიტიმაცია, ანუ სალომე ზურაბიშვილს, მასთან ხალხი არის მოსული, შეკრებილი იმისათვის, რომ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადონ და ასევე გაიგონ სამომავლო გეგმების შესახებაც.